ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისის რაიონში ქვეწარმავლების სიმრავლეც შეინიშნება. რაიონში თითქმის ყველა გველი სახეობაა გავრცელებული, მაგრამ ყველაზე ხშირია გიურზას შემთხვევა. ამიტომ მაშველთან დღის განმავლობაში არაერთი ზარი ფიქსირდება. მოსახლეობა მისგან დახმარებას ითხოვს. ჩემს უბანში არის ძალიან ბევრი გველები და ჩვენ ბავშვებს ძალიან გვეშინია, რადგან როცა ეზოში ვზივართ ხოლმე, ბევრჯერ შეგვინიშნავს გველები. ეხლა აღმოაჩინეს გიურზა, რომელიც არის ძალიან საშიში. და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ისეთ რამე წამალს გაუკეთებთ ჩვენ უბანს, რომ აღარია რომ ამ გველებმა და აღარ შეგვეშინდეს ბავშვებსაც. ყოველთვის გვხვდება ეს საშიში ქვეწარმავალი, შემთხვევაც დაფიქსირდა რამოდენიმე წლის წინ მეზობელ გოგოს დაკბინა გიურზა და რა ვიცი, გადარჩა ძალიან ბედზე. მოიტყვია. ენა ის თუ ამხრივ რამე რა თქმა უნდა, ამხრივ კი კმაყოფილები ვარ ძალიან. დათო ბუიშვილი 7 წელია, რაც ამ საქმიანობას ემსახურება. მას ყოველწლიურად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებდა. იდებოდა ხელშეკრულება აღმასრულებელსა და იდმეწარმის შორის, თუმცა წელს გამონაკლისი მოხდა და იდმეწარმე დათო ბუიშვილმა ტენდერში გამარჯვების შემდეგ მიიღო საქმიანობის უფლება. წელს კანონის ყველა ზომების დაცვით გამოცხადა ტენდერი ქვეწარმავლების ამბულანსთან დაკავშირებით, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და შედგა ხელშეკრულება და მე მუშაობ ოფიციალურად. ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ბევრს გონიათ რომ მე არ მუშაობ, მაგრამ არასწორია. ოფიციალურად ვმუშაობ, ყველა გამოძახებაზე ვახდენ დროულ რეაგირებას. ბოლნისის რაიონის ავადმყოფოში დაკმენის ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამის და მიუხედავად კლინიკაში შხამის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შეძენილი აქვთ და სრულ მზადყოფნაში არიან. წელს დაკმენელები არ ყოფილა საერთოდ. უერთესი იმედი გვაქვს რომ არ იქნებიან. მაგრამ ჩვენ მზადა ვართ იმისათვის რომ პირველი დახმარება მაინც გავუწიოთ დაკმენელებს. გვაქვს პოლივალენტური ანტიგიურზინი, რომელიც 3 გველის ნაკბენზეა. უმეტესად მაინც გიურზა არის, ეფა და კობრათ მით უმეტეს არ არის ჩვენთან. და სხვა მხრივაც, ესე იგი, ანტიშოკური საწინააღმდეგო რაც საჭირო არის, ყველაფერთვის მზადა ვართ.